საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ფიჩმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ამასთან დაკავშირებით სომხეთის ფინანსთა მინისტრმა ვაე ჰოვანისიანმა განაცხადა, რომ ანგარიში დადებითად აფასებს მიმდინარე პროცესებს. ფიჩის შეფასებით კონფლიქტის განახლების რისკები შემცირებულია, ხოლო სამშვიდობო ხელშეკრულება საშუალო ვადიან პერსპექტივაში გაზრდის სომხეთის კრედიტ უნარიანობას, გააქტიურებს ვაჭრობას თურქეთის გავლით, ალტერნატიული მარშრუტებით და ხელს შეუწყობს არამხოლოდ სომხეთის, არამედ მთელი რეგიონის ეკონომიკურ ზრდას. ფინანსთა მინისტრის თქმით, ფიჩის ანგარიში ადასტურებს სომხეთის მთავრობის პროგნოზებს გეოპოლიტიკური რისკების შემცირების შედეგად ეკონომიკური ზრდის სტაბილურობის და ფისკალური სტაბილურობის შესახებ. ეს დადებითი განვითარებები ხსნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვისათვის და ზრდის სომხეთის სანდოობის დონეს. აცხადებს ვაე ჰოვანისიანი და დასძინა, რომ სხვა სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებსაც ელოდებიან.